მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, დღეს ძალიან საინტერესო საკითხზე ვისაუბრებთ. სუბცირე ხნის უკან გამოცხადდა პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს შესახებ კონკურსი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს კონკურსი დაიწყო 2017 წლიდან და მისი მთავარი სპონსორი გახლავთ გუდავაძე პატარკაციშვილის ფონდი. გარდა ამისა, მთავარი მხარდამჭერი ბუნებრივია გახლავთ საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო. სპეციალური ჯილდოები კონკრეტულ მიმართულებაზე დაწესებული აქვს ისრაელის საელჩოს საქართველოში, პროფესიული უნარების სააგენტოს, ბიზნეს ასოციაციას და საქართველოს პარლამენტს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ანალოგიური მიმართულება და ეს ჯილდო ქმნის იმის мотивაციას, რომ პროფესიულ განათლებაში გაცილებით მეტი ჩართულობა იყოს, გაცილებით მეტი мотивაცია გქონდეს. ეს არის პროფესიული უნარებისა და პროფესიული ეროვნული ინტერესების კიდევ უფრო გაძლიერება. შესაბამისად, რა დაარსების დღიდან დღემდე მასში მონაწილეობს ძალიან ბევრი კოლეჯი, შესაბამისად გაიცა ძალიან ბევრი საინტერესო ჯილდო, როგორც სპეციალური ჯილდოები, რომელიც დაწესებული აქვს სხვადასხვა ორგანიზაციებს და გარდა ამისა ძირითადი ჯილდოები ანალოგიურად, რომელიც თვითონ დაწესების დღიდან არის შექმნილი პროფესიული განათლების ჯილდოს მისაღებად. სექტემბრამდე გრძელდება განაცხადების მიღება. ვფიქრობ, რომ ნებისმიერ მსურველს საქართველოში მოღვაწე ოპერატორებს, ვინც მოღვაწეობს პროფესიული განათლების მიმართულებით, ექნება სურვილი მიიღონ შესაბამისად ამ ჯილდოს მიღებისთვის, იბრძოლონ ამისთვის, მთელი წლის განმავლობაში გაკეთებული მიმართულებები კიდევ ერთხელ გააცნონ საზოგადოებას. არის ძალიან საინტერესო მიმართულებები, წლის საუკეთესო პროგრამა, წლის საუკეთესო პედაგოგი, წლის საუკეთესო მასწავლებელი, წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორი, ხოლო სპეციალური ჯილდოები, რომელიც დაწესებული აქვს ესევე საქართველოს პარლამენტს, რომელიც ეხება ინკლუზიური განათლების განვითარებას ქვეყანაში, ესევე სპეციალური ჯილდო დაწესებული აქვს პროფესიული უნარების სააგენტოს, საქართველოს საელჩოს, საქართველოს ისრაელის საელჩოს საქართველოში და ესევე ბიზნეს ასოციაცია, რომელიც ესევე შემოვიდა პროფესიული განათლების მიმართულების განვითარების მიზნით და მადლობა მათ ამისთვის. შესაბამისად, ვგონებ, რომ ეს მიმართულება კიდევ ერთხელ ხდის ნათელს იმისას, რომ რამდენად მნიშვნელოვანი არის ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარება. რაც შეეხება თვითონ პროფესიული განათლების ხედვებს, მიმართულებებსა და პოპულარიზაციის ზრდას, მინდა უთხრა მოსახლეობას და მსმენელს, რომ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით განვითარდა და განსაკუთრებით გაიზარდა პროფესიული განათლების განვითარებისთვის მოთხოვნილება საქართველოში. ამას ხელი შეუწყო რამდენიმე საინტერესო რეფორმამ და მათ შორის ჩამოთვლილ რეფორმების მიმართულებას, რომელმაც ზუსტად ეს განაპირობა. პირველი გახლავთ ის, რომ ჩვენ დავიწყეთ საერთაშორისო ისეთი პროექტების დანერგვა, როგორც არის დუალური განათლებისა და კოოპერაციული განათლების დანერგვა საქართველოში, რაც ნიშნავს, ეს არის გერმანული მოდელი და ნიშნავს შრომაზე დაფუძნებულ სწავლებას, რომელიც ძალიან წარმატებით ხორციელდება დღეს საქართველოში. ძალიან ბევრი კოლეჯი და ძალიან ბევრი ბიზნესი შემოდის კონკრეტული მიმართულების განვითარებისთვის, პროფესიული განათლების სხვადასხვა პროგრამების გასანვითარებლად, რაც ნიშნავს იმას, რომ ბიზნესის მოთხოვნილებას პროფესიული განათლების განვითარების კუთხით ძალიან გაზრდილი გახლავთ. მეორე რეფორმა, რომელიც დაიწყო, ეს არის ინტეგრირებული სწავლების მიმართულება და რაც ნიშნავს ეს მოსწავლეები, რომლებიც ამთავრებენ საბაზო განათლებას, მათ შეუძლიათ მიმართონ პროფესიულ კოლეჯებს, აირჩიონ შესაბამისად ინტეგრირებული პროგრამები. 2 წლის განმავლობაში ისინი ღებულობენ როგორც პროფესიული განათლების დიპლომს, ესევე ღებულობენ საშუალო განათლების სასკოლო ატესტატს. ამან გამოიწვია ეს, რომ მოხდა გაახალგაზრდავება პროფესიული განათლების, ანუ ბევრი ახალგაზრდა შემოდის პროფესიულ განათლებაში სკოლის დამთავრების შემდგომ, ან საბაზო კურსის დამთავრების და საბაზო განათლების დასრულების შემდგომ, რამაც მოგცა საშუალება, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა შემოვიდეს პროფესიულ განათლებაში, არჩევანი გაკეთდეს და დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ახალგაზრდების პრაგმატული იდეებიდან, ახალგაზრდების პრაგმატული აზროვნებებიდან გამომდინარე პროფესიული განათლების როლი იზრდება, პროფესიული განათლების მიმართ მოთხოვნილება იზრდება და განსაკუთრებით გვახარებს ის საკითხი, რომ ახალგაზრდების შემოდინება გაიზარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამომავლოდ პროფესიული განათლების როლის განვითარებაში და ზოგადად პროფესიული განათლების როლის განვითარება ნიშნავს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას, ბიზნესის განვითარებას, ადამიანების კეთილდღეობის განვითარებას, მათ პირადი ცხოვრებისა და პირადი კეთილდღეობის განვითარებას. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ კიდევ მუშაობას. ესევე განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრომ დაიწყო რეფორმა სკოლებში პროფესიული განათლების განვითარების შესახებ და თქვენ იცით, რომ პირველი პილოტირება მოხდა უკვე დაიწყო
წინა წლებში 20 სკოლა იქნა შერჩეული, თუმცა ეს სკოლების რაოდენობა დღეს სადღაც 70-დან 100-მდეა, ანუ შერჩეულია საპილოტო სკოლები როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს მთელ რეგიონებში და შესაბამისად თითო სკოლაში თითო პროგრამა ინერგება, რაც ნიშნავს იმას, რომ პროფესიული განათლება შევიდა უკვე სკოლებში და შემდგომ ამისა უკვე მოხდება მისი პოპულარიზაცია, როდესაც ჩვენ გამოვიკლოთ პირველ შედეგებს, ამის შემდგომ უკვე გვეცოდინება, რომ რამდენად მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი როლი და მისი მოთხოვნილება ზოგადი განათლების სისტემაში, თუმცა მინდა ვთქვა, რომ რეფორმა ძალიან წარმატებით მიმდინარეობს, რაც გვაძლევს იმისას, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად იქნება განვითარებული პროფესიული განათლება და კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა შემოღვა. რაც შეეხება მესამე მიმართულებას, გახლავთ ის, რომ ჩვენ დავიწყეთ მოკლებადიანი მომზადება გადამზადების პროგრამების შექმნა და ესეც მინდა მსმენელმა იცოდეს, რომ ყველა პროგრამა, რომელიც კეთდება კოლეჯებში პროფესიული განათლების სისტემაში, ეს მზადდება ბიზნესთან ერთად. პირველად მთლიანი შინაარსობრივი ნაწილი იქნება ბიზნეს ექსპერტების ჩართულობით და როდესაც ვალიდაციას გადის უკვე ბიზნესთან პროგრამა, ამის შემდგომ გავდივართ ჩვენ სახელმწიფო ავტორიზაციას პროგრამისას და ამის შემდგომ ვიწყებთ უკვე სტუდენტების მოზიდვას. ეს პროგრამა ეხება ზრდასრულებს, ანუ საუბარია იმაზე, რომ თუ მე ქვემოთ ვახსენე, რომ გაახალგაზრდობა დაიწყო, როდესაც დაიწყო ინტეგრირებული სწავლება, ხოლო დასრულები, რომელთაც არა აქვთ ბევრი დრო 1 წლის ან 2 წლიან პროგრამებზე ისწავლონ, შესაბამისად მათ ეძლევა საშუალება მოკლებადიანი მომზადება გადამზადების პროგრამებში. ეს არის ერთმოდულიანი სწავლება, სადაც პირობითად რო ავიღოთ, დავუშვათ ტოპოგრაფია, იქნება გეოდეზია, იქნება შედუღება, იქნება ენერგეტიკა, იქნება ერთმოდულს სწავლობენ ზუსტად ბიზნესის გამოწვევების შესაბამისად და მისი დასრულების შემდგომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თითოეული მათგანი იქნება პროფესიონალი, მათ ზუსტად ელოდებათ ბიზნესი, მათ ელოდებათ დასაქმება, ამიტომ ამ მიმართულებამ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და მინდა ვთქვა, რომ უზარმაზარი მოთხოვნილება გაახლავთ როგორც ბიზნესის მხრიდან, ესევე იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ეძებს სამსახურს, ვისაც უნდა დასაქმება, ვისაც უნდა რომ ახალი გამოწვევები მიიღოს, შეიცვალოს პროფესია და შესაბამისად მიიღოს დასაქმება. ამიტომ ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ეს მიმართულება, მით უმეტეს, რომ საქართველოში დღეს რამოდენიმე სახელმწიფო ორგანიზაცია ავითარებს ამ მიმართულებას, ეს არის თბილისის მერის პროგრამა ისწავლე და დასაქმდი, სახელმწიფოს ანუ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის პროგრამა, რომელიც არის მომზადება გადამზადების სახელმწიფო სასერტიფიკატო კურსები და მას ხარს უჭერს საქართველოს პროფესიული უნარების სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც ანალოგიურად აცხადებს, ან ასე ვთქვათ, მომზადება გადამზადების პროგრამებს, რომელიც დაფინანსებული გახლავთ სრულად და არც ერთ მოქალაქეს პროფესიული განათლების მიღებისთვის არ ჭირდება არავითარი გადასახადი. მე ეს კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში პროფესიული განათლება არის აბსოლუტურად უფასო, სახელმწიფო არის მთავარი დონორი ამ მიმართულებაში და ვფიქრობ, რომ ყველა მოქალაქეს, რომელსაც უნდა მიიღოს რომელიმე ტიპის განათლება, მით უმეტეს ძალიან მრავალფეროვანი გახლავთ, საქართველოში გეოგრაფიული დაფარვა არის ძალიან მაღალი, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში უამრავი კოლეჯი არის გახსნილი, როგორც სახელმწიფო, ისევე კერძო ოპერატორები და გარდა ამისა, ბუნებრივია, არის ძალიან ბევრი ფილიალები, რომლებიც იხსნება არა მხოლოდ ქალაქებში, არამედ დაბებში და სოფლებში. შესაბამისად, დღეს პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, არის აბსოლუტურად ხელმისაწვდომი და ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც უნდა გახდეს ან შეიძინოს რომელიმე მიმართულების პროფესია, მას ამისთვის სრული საშუალება გააჩნია. პირველი, რაც შემიძლია თქვა ამ მიმართულებებში, არის ძალიან დიდი მოთხოვნა სამშენებლო ინჟინერიაში, არის მოთხოვნილება თანამედროვე CNC-ის მართვის ოპერაციების მართვის სისტემის მიმართულებაში, ძალიან დიდი მოთხოვნაა, რა თქმა უნდა, ტურიზმის მიმართულება, რომელიც ასევე შეიძლება ჩავშალოთ სხვადასხვა მიმართულებებით, საექნო მიმართულება და მედისა და შესაბამისად ეს მიმართულები, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნა როგორც ქვეყანაში, ასევე არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ ზოგადად დღეს სოფლიოში ამ მიმართულებებზე მოთხოვნა იზრდება, აგრარული მიმართულება, რომელიც ძალიან გვახარებს. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში აგრარული მიმართულება ძალიან განვითარდა, ბევრი ფერმერული მეურნეობა იხსნება, ძალიან ბევრი ბიზნესი დევს ფერმერული მეურნეობების განვითარებაში ინვესტიციებს და შესაბამისად ამ დარგშიც განვითარება იწყება. IT მიმართულების ტექნოლოგიები, სადაც ციფრული ტექნოლოგიები და ესე ვთქვათ, IT ტექნოლოგიები, სადაც ანალოგიურად არის ძალიან ზარდი მოთხოვნა და თქვენ იცით, რომ საკმაოდ მაღალია დასაქმების მაჩვენებელი, საკმაოდ მაღალია შემოსავალი და საკმაოდ მაღალია სახელმწიფო მაჩვენებელი, ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ყველა მიმართულების დარგი, რომელიც ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებაში არის განვითარებული, მოთხოვნა ერთიორად არის გაზრდილი და მე უფრო მეც გეტყვით, რომ დღეს ბიზნესი ძალიან ბევრ შრომობს იმისთვის ჩვენთან ერთად პროფესიულ განათლებასთან ერთად, რათა სამომავლოდ
მოახდინოს ესე ვთქვათ სამომავლოდ დაიზღვიოს თავი, მოახდინოს პრევენცია და წინასწარ მოამზადოს ის ადამიანები და მოახდინოს ბაზრის გაძლიერება, რათა არ მოხდეს შემდგომ რა თქვა დეფიციტი შრომის ბაზარზე. ამიტომ ჩვენ ბევრ ბიზნესთან ერთად მუშაობთ, ძალიან ბევრი ბიზნესია ჩართული, უამრავი სხვადასხვა ტიპის ინვესტიციები იდება ბიზნესის მხრიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ ბიზნესის მხრიდან განვითარებაზე ორიენტაცია ნიშნავს იმას, რომ საქართველოში დასაქმების მაჩვენებელი სამუშაო ადგილების მაჩვენებელი პროფესიული განათლების კურსდამთავრებულების როლი არის ძალიან გაზრდილი, იზრდება ეს მოთხოვნილება და მინდა კიდევ ერთხელ უთხრა ჩვენს მოქალაქეებს, უთხრა ჩვენს მსმენელებს, რომ ჩვენ მზადა ვართ საქართველოს პროფესიული განათლების სისტემა დღეს როგორც ტექნიკური აღჭურვილობით, ესევე შინაარსობრივი ნაწილით, ესევე ხარისხის მიმართულებით მზად არის უპასუხოს ყველა გამოწვევას, ამიტომ ჩემო ძვირფასობა მოგმართავ თითოეული ქვედაგანს თხოვნით, ჩვენ მზადა ვართ ამისთვის, ამიტომ შემოდგომაზე ჩვენ ვიწყებთ ახლა მეორე ეტაპს უკვე მიღების ამ წლის განმავლობაში, მთელი საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში გამოცხადება კიდევ ერთხელ მიღება და ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანი მოგმართავს და გარდა ამისა ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს და კიდევ გამოვაცხადეთ მოკლევადიანი მომზადება გადამზადების სახელმწიფო სასერტიფიკატო კურსებს, თბილისის მერიის ისწავლე და დასაქმების მიმართულების კურსებს, ჯანდაცვის მიმართულების კურსებს, შესაბამისად, როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლევადიან პროგრამებზე არის უამრავი ვაკანსია, უამრავი სხვადასხვა საინტერესო პროგრამები, ამიტომ ნებისმიერ მოქალაქეს ძალუც მოვიდეს უბრალოდ მარტივად დარეგისტრირდეს, შემდგომ მიიღოს ეს პროფესია, აიმაღლოს უნარჩვევები, ჩამოყალიბდეს როგორც პროფესიონალი და ჩვენ დავეხმარებით თითოეულ მათგანს დასაქმებაში. ამის გარდა ჩვენ შევდივართ ესეო პენსიურ სისტემაში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოს პენსიური სისტემა დღეს არის მოწოდების სიმაღლეზე იმ თვალსაზრისით, რომ იქ არსებულ მსჯავრდებულებს და პრობაციონერებს აქვს საშუალება მიიღონ პროფესიული განათლება და ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა მიმდინარეობს ჩვენსა და შესაბამისად პენსიურ სისტემას შორის, რაც ნიშნავს იმას, რომ უამრავი სხვადასხვა პროგრამა შედის, უამრავი ესე ვთქვათ მსჯავრდებული თუ პრობაციონერი ეუფლება სხვადასხვა პროფესიას, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი სამომავლო ცხოვრება, მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში, მათი დაბრუნება საზოგადოებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და შესაბამისად ჩვენ ამასაც ძალიან დიდი წარმატებით ვახორციელებთ. ამდენად კიდევ ერთხელ მინდა უპირველესად უსურვო ყველასო ეროვნულ ჯილდოს, საქართველოს პროფესიული განათლების ეროვნულ ჯილდოს მიღებაში ჩაერთოს ყველა პროფესიული კოლეჯი საქართველოში და გარდა ამისა პროფესიული განათლების სურვილეს მიმართავთ, რომ მოვიდნენ დააკაკუნონ პროფესიული განათლების კარებზე, აუცილებლად გაუღებენ ამ კარებს და დაეხმარებიან ხვალინდელი დღის წარმატებით ათვისებაში და ზოგადად კარიერულ წინსვლის დაგეგმვაში, ასევე ბიზნესი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი როლია და მთავარი როლია, რომ ჩვენ კურსდამთავრებულები დაასაქმონ და ყველაფერი ჯამში ერთად ქმნის იმას, რომ საქართველოში განვითარდეს ეკონომიკა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. მადლობა ყურადღებისთვის.